რამდენად შეესაბამება ბათუმსა და ქობულეთში სასმელი წყალის სანიტარულ ნორმებს? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ტელეკომპანია 25 არხის ჟურნალისტებმა სპეციალური კვლევების ჩასატარებლად დამოუკიდებელ ლაბორატორიას მიმართეს. რა სტანდარტით განხორციელდა კვლევა და რა პასუხი მიიღეს ლაბორატორიაში 3 დღის შემდეგ ნახეთ სიუჟეტში აჭარიდან. პირველი ექსპერიმენტის ჩასატარებლად ქობულეთში ჩამოვედით, რადგანაც ტერიტორია კურორტულ ზონას წარმოადგენს. აქ ზაფხულობით უამრავი დამსვენებელი იკრიბება. გარდა ამისა, მიმდინარეობს წყლისა და კანალიზაციის სისტემის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. აქედან გამომდინარე, წყლის ხარისხის განსაზღვრა როგორც დამსვენებლისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. რაიონში პირველი სინჯის ასაღებად ქობულეთის გამგეობის შენობა შეერჩა, მაგრამ დაწესებულებაში წყლის სისტემა არ ფუნქციონირებდა. ამიტომ სინჯის აღება იქვე მდებარე ეზოს ონკანიდან მოხდა, რომელშიც წყალი ცენტრალური საცავიდან მოედინება. ამის შემდეგ ლაბორანტებმა კაფებარ ჯუდესთან გადაინაცვლეს. ამ წყალს ძირითადად დასალევად იყენებენ. როგორც ადგილობრივები, ასევე დამსვენებლები დარწმუნებულნი არიან, რომ წყალი ნორმებს შეესაბამება. არის სუფთა წყალი. ხმარობთ შემოწმებულია ბევრჯერ დასალევად და საჭმელის და ხმარობთ მაგას. არის შემთხვევა ხანდახან წყალი წყლება მით უმეტეს ახლა გზის გაყვანილობა, წყლის გაყვანილობა, ტრუბები იცვლება და ხო აქ დამატებით რეზერვიზა ჭის წყალი. სუფთაა ძალიან. ანუ რითი იყენებთ დასალევად ჩვეულებრივ? ვიყენებთ კი ჩვეულებრივ ონკანის წყალზე მეკითხებით, ხო? ვიყენებთ დასალევად. ქობულეთის გარდა სინჯები აიღეს ბათუმში 3 სხვადასხვა ადგილას, მრავალსართულიანი კორპუსის ბინაში, ჩინურ რესტორანსა და ხიმშიაშვილის ქუჩაზე არსებული ღია ონკანიდან. მორიგი ობიექტი გონიოს თემი აღმოჩნდა, რადგანაც იგი კურორტულ ზონას განეკუთვნება. აქ სინჯები სასტუმროსა და ერთ-ერთი კვარიათელის ონკანიდან იქნა აღებული. ვიდრე ანალიზის საბოლოო შედეგები გახდებოდა ცნობილი, სპეციალისტებმა ექსპრეს მეთოდის საშუალებით სავარაუდო პასუხები გამოავლინეს. თემში წყალს როგორც ადგილობრივები, ასევე დამსვენებლებიც მოიხმარენ. გავაკეთეთ ნარჩენი ქლორის განსაზღვრა და შკალის მიხედვით ვხედავთ ჩვენ, რომ ნორმაზე ნაკლებია ქლორი ესა წყალში. რამდენი უნდა იყოს? უნდა იყოს მაგალითად 0,6-დან 1-მდე და აქ არის უკვე 0,2-ზე ნაკლები. ვიყენებთ ანუ ამას. ვიყენებთ, როგორ არა, ვიყენებთ, მაგრამ ზოგს როცა არ მოწონს და პრეტენზიულია, მაშინ შეგვიძლია შევცვალოთ და ხელით მივაწოდო და ჭუჭელით მოვიტანო სუფთა წყალი და დავალებინო. ანუ დამსვენებელს. დამსვენებელს რა თქმა უნდა. პრეტენზიული არ იყოს და კმაყოფილი იყოს ჩვენგან. აღებული სინჯები ლაბორატორიაში 2 საათის განმავლობაში ბრუნდებოდა. კვლევები ISO სტანდარტის შესაბამისად ჩატარდა. საბოლოო პასუხების დასადგენად კი სპეციალისტებმა განსაზღვრული დრო 79 საათი გამოიყენეს. აღებული 8 სინჯიდან უარყოფითი პასუხი მხოლოდ კვარიათში დავითაძეების ოჯახიდან აღებულმა წყალმა აჩვენა. წყალი ქლორს არ შეიცავს, მომატებულია სიმღვრივე და კოლიფომები. მიკრობიოლოგიური ანალიზი გაკეთდა მეზოფილურ აერობულ და ფაკულტატურ ანაერობებზე, საერთო კოლიფორმები და ეშერიხია კოლიზე. და რომ ესე იგი გაკეთდა ლაბორატორიული კვლევა ბაქტერიოლოგიურად და იყო დაბინძურებული კვარიათში ეზოდან აღებული წყალი. ამ წყლის მიღება არ შეიძლება, იმიტომ რომ გამოიწვევს სხვადასხვა დაავადებებს. სხვა გაკეთებული ჩატარებული ანალიზები ქალაქის ტერიტორიაზე, იქ არის უკვე ცენტრალიზებული მომარაგება და ეს რა თქმა უნდა კარგი იყო ეს წყალი ყველა მაჩვენებელს. გონიოს თემში წყლის სანიტარული მდგომარეობის დარღვევებზე საუბრობს სურსათ უნებლობისა და ხარისხის ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ცრამა სურმანიძე. შეპესე სპექტრის მიერ ჩატარებულ კვლევას სრულად არ იზიარებს, რადგანაც მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში აღებული სინჯები გაცილებით რთულ მდგომარეობას აჩვენებდა. მისივე თქმით, ამის შესახებ ხელვაჩაურის გამგეობას არაერთი გაფრთხილება მიეცა. წყალში ქლორის ნაკლებობა კი ნაწლავური ინფექციების გამომწვევი მიზეზი ხდება. არის წარმოდგენილი 2 ნიმუში კვარიათში, ერთი ნიმუში გიწერიათ რომ არის ქლორი, მეორე ნიმუში გიწერიათ არ შეიცავს ქლორს. ანუ ისეთი შეუსაბამობა არის, მე მეპარება რაღაც ამან ნიმუშების კომპეტენტურობაში. ამიტომ მე თქვენს მიერ წარმოდგენილ ოქმებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ხოლო ჩვენს მიერ აღებულზე, რასაც სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა ქვია და სახელმწიფო კონტროლი ქვია, გეუბნებით რომ საარბში გონიოში და გონიოში წყალსადენების წყალი სახელმწიფო სტანდარტებს ვერ აღმოაჩენს. როცა არ ხდება წყლის ქლორირება, არსებობს გარკვეული რისკები წყლის მიერი ეპიდემიების გავრცელების.
ჭაურის წყალკანალის ხელმძღვანელი წყლის სანიტარული ნორმების შეუსაბამობას ტექნიკურ სირთულეებს უკავშირებს და აცხადებს, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად მუშაობა უახლოეს დღეებში დაიწყება. დავიწყებთ ხვალიდან, მთლიანად დეზინფექტორებს ჩაუტარეთ, კვალიფიკაცია ავამაღლებინეთ სურსათმცემლობის სამსახურში. შეძენილი გვაქვს სხვადასხვა სახის ეს ქლორიც, სარეცხის საშუალებებით, სულ ყველა ატანილი გვაქვს ადგილზე. და მოხდება მისი მასიურად დაქლორვა. დეზინფექცია ჩაუტარდებოდა. აქამდე ვერ ხდებოდა, იმიტომ რომ ზამთრის პერიოდში სულ სხვა ეს ადგილზე ადამიანი ვერავა, ზაღალ და მაღალმთებიან ისინი გვაქვს, სადაც წყლის აღება ხდება, მანქანა არ მიდის, ფეხით უნდა იაროს ადამიანმა. და ზაფხულში შედარებით ადვილია მისი გამუშავებაც და მისი გაწმენდა. შპს სპექტრის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბათუმსა და ქობულეთში წყალის სტანდარტებს შეესაბამება.